დავბრუნდით მეგობრებო, ახალი ვიდეოთი. ამჟამად უკვე შრი-ლანკაში ვართ, გუშინ ჩამოფრინდი, მაგრამ არაფერი არ გადამიღია, იმიტომ რომ დაახლოებით 20 საათი მაინც გზაში ვიყავი, თუმცა დღეს უკვე ვიწყებთ გადაღებას და მაქსიმალურად ვეცდები რომ აქაურობა დაგათვალიერებინოთ. წვიმიანი ამინდი გვაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა არ ვკარგავთ განწყობას. შრი-ლანკაში ჩამოფრინდით თუ არა, აეროპორტიდან პირდაპირ წამოვედით ტაქსით სიგირიასკენ. სიგირიაში ვართ ახლა. აგერ არის ჩვენი ტუკტუკი, რომელიც დაგვეხმარება აქაურობის კარგად დათვალიერებაში. ასე რომ წავედით, ძალიან საინტერესო მოგზაურობა იწყება. Give me your name? My name is Channa. Channa. Channa მოგვეხმარება რომ აქაურობა კარგად დავათვალიეროთ ჩვენი ტუკტუკით. აბა წავედით. Let's go. სიგირიაში ჩასვლისთანავე ჩემი პირველი გაჩერება იყო Lion Rock. ტუკტუკით გავემგზავრე ამ ულამაზეს ადგილას, რომელიც შრი-ლანკის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ღირსშესანიშნაობაა. გზა პატარა სოფლებისა და მწვანე ველების გავლით მიიკლაკნებოდა, ხოლო წინ ჰორიზონტზე უკვე მოჩანდა კლდე, რომელსაც ოდესღაც სამეფო სასახლე ამშვენებდა. ქოლგა გვინდა რომ ვიყიდოთ, იმიტომ რომ სადაც ახლა მივდივართ, ძალიან დიდი თავსხმა წვიმა იცის ხოლმე, ამიტომ ვეცდებით რომ ახლა ქოლგა ვნახოთ რა. Hello, umbrella, do you have? Shh, umbrella. We want umbrella, good umbrella. Oh. Big size, small size? Oh, I can fight with it. I can fight with. It's big. Can you give me a little bit small? Yeah. მოვედით სიგირიას ალბათ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან ადგილას, რომელსაც ქვია Lion Rock. უნდა ავიდეთ ძალიან მაღლა და ვნახოთ ულამაზესი სანახაობა. ჩემს უკან ხედავთ მაიმუნებს, რაც როგორც წესი, ჩვეულებრივი ამბავია მსგავს ადგილებში. შევალთ ახლა ვიყიდით ბილეთს, რომელიც $35 ჯდება და მერე უკვე გავუდგებით აი ამ კიბეებისკენ გზას და ავალთ ძალიან მაღლა. იმედია რომ წვიმა დაგვაცდის და არ ჩაგვაშხამებს ამ დღეს. ნუ ვერ ჩაგვაშხამებს, მაგრამ არ გაგვიფუჭებს რაღაცებს. წავით. 2 3 4 შეხედეთ მეგობრებო, რა ლამაზია, აი აქ ავდივართ ზუსტად Lion Rock-ზე. ძალიან ბევრი საფეხური უნდა ავიაროთ, დაახლოებით 1 საათი მაინც შეიძლება რომ დაგჭირდეს, მაგრამ სიგირიაში თუ ჩამოდიხარ, ეს ადგილი რო არ ნახო და ისე წახვიდე, რავი, მგონი დანაშაულია. ამიტომ მივდივართ, ნელ-ნელა ავუყვებით ამ გზას, წვიმა არის ისევ, მაგრამ მგონია რომ დაგვაცდის. აქ ძალიან ბევრი ნიანგია, იმიტომ არის ახლა ეს გადაღობილი, რომ წეღან სხვათა შორის დავინახეთ კიდეც, ნაპირზე იყო ამოსული და შესაძლებლობა გააქვს, რომ ყოველ შემთხვევაში ნიანგებიც ნახო, თუ შეგხვდეთ. Lion Rock იგივე სიგირია Rock Fortress-ი შრი-ლანკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიული და კულტურული ძეგლია. ეს არის 200 მეტრის სიმაღლის კლდე, რომელიც მე-5 საუკუნეში მეფე კასაპამ სამეფო რეზიდენციად გადააქცია. კლდის ნახევარზე ლომის ფორმის დიდი კარიბჭე იყო აშენებული, საიდანაც დღეს მხოლოდ უზარმაზარი ლომის თათებია დარჩენილი. სწორედ აქედან მოდის სახელწოდება Lion Rock. სიგირია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია და ცნობილია უძველესი ფრესკებით, წყლის ბაღებითა და უნიკალური არქიტექტურით. ეს ადგილი შრი-ლანკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. შევდექი კიბეებისკენ გზას, მივყვებით ზემოთ და ვნახოთ აბა რამდენ ხანში ავალთ რა, რომ წესით მაქსიმუმ 1 საათი უნდა მოვუნდეთ, მაგრამ მგონია რომ უფრო მალე ავალთ. ამოვედი, მეგობრებო, დაახლოებით 40 წუთი დამჭირდა, მაგრამ ფოტო და ვიდეოებსაც ვიღებდი რა გზაში. ძალიან ლამაზი ადგილია სინამდვილეში. უკან სალტო გააკეთა ვიღაცა. ძალიან ლამაზი ადგილია, ულამაზესი პანორამა იშლება მთლიანად აი ჯუნგლებზე. და მართალია ხა ნისლია და ბოლომდე ვერ ვხედავთ, მაგრამ ძალიან კაია და თუ აქ მოხდებით, აუცილებლად ნახეთ, იმიტომ რომ ღირს რა, თან იუნესკოს მიერაა დაცული, იმდენად საინტერესო სამეფო ქალაქი იყო ოდესღაც და გირჩევთ რა, იმიტომ რომ მართლა ღირს აქ მოსვლა. წავალთ ახლა ნელ-ნელა დავათვალიერებთ, ჯერ ცოტას მოვივლით, მაგრამ არ ვიცი, თავსხმა იწყება და ჯობია რომ ჩავასროთ. წავით. მეგობრებო, თხოვნაა რომ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო, გააქტიუროთ ზარისხილაკი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის და მომავალში რა თქმა უნდა უფრო საინტერესო ქვეყნებს, ქალაქებს და ვიდეოებს შემოგთავაზებთ რა, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა წინასწარ. სიგირია Rock-ის მონახულება მხოლოდ რამდენიმე წუთით შევძელი. მიზეზი კი ძალიან მარტივი იყო. ილამშვიდობისა მეგობრებო, ამჯერად უკვე ტუკტუკიდან ვიწყებთ დღევანდელ დღეს. გუშინ ისეთი თავსხმა წვიმა იყო, ისე დაგვასხა, რომ ვერაფერი ვეღარ გავაკეთებ. დღეს დილა გათენდა და პირველი რასაც გავაკეთებ, ეს არის აქვე სიგირიაში ადგილობრივი სოფლის მონახულება. ახლა მივდივართ სოფლის სანახავად და მგონია რომ საინტერესო გამოცდილება იქნება რა, ბევრ კარგ და ახალ რაღაცას გავიგებთ, ასე რომ წავედით აბა ერთად დავათვალიეროთ აქაური სოფელი. ტუკტუკიდან გადმოვინაცვლეთ ბულქარზე, ანუ ხარი არის შებმული ჩვეულებრივად და მივდივართ ახლა აი ამ ხარით. What's your name?
გუმარე. გურო. გუმარე. გუმარა. დავედით, ავხდით. დავიძარით, მიუყვებით გზას და იმედია რომ შილობით მივალთ. გადავედით ცუდ გზაზე, შედარებით. ოჰოჰო. ალახიანი გზა არის და ამიტომ სჭირდებათ ხარი აქ რა. ტუკტუკი და იმით ვერ მოხვალ და ცოტა უჭირს, მაგრამ მივდივართ. ვა. მესამე ტრანსპორტი უნდა გამოვიცვალოთ, სოფლამდე რომ მივიდეთ. აგერ არის ჩვენი ნავი, სადაც ჩავსხდებით ახლა და გავცურავთ ამ მდინარეში, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს უკვე დანიშნულების ადგილას. მეგობრებო, აი, სანამ სპონსორები არ გამომიჩნდებიან, ასე მომიწევს მუშაობა. აგერ დამასაქმა ძმამ. და უსვამთ რა ერთად. ვა, რთული ყოფილა. ჩემგან არგონავტი ვერ დადგებოდა. It's good? მადლობ, you like? მეგობრებო, გამოიწერეთ აუცილებლად არხი და ალაიქეთ ვიდეო და აკომენტარეთ, რომელი ქვეყანა გაინტერესებთ შემდეგში და წავალ და გადავიღებ თქვენი ხათრით რა. ცოტა იქაც წავიმუშავებ. Are you tired? Yeah? Oh, დამღლელია. მოვედით შრი-ლანკურ სოფელში. ძალიან საინტერესო თავგადასავალი გველოდება დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მონაწილეობა უნდა მივიღოთ აქაური კერძების მომზადებაში და შემდეგ რა თქმა უნდა დაგემოვნებასაც გაჩვენებთ და გაგიზიარებთ თავბეჭდილებებს. დაახლოებით 9 საათი დაგჭირდა ნავით აქ მოსასვლელად და რა ველოდებით ახლა რომ დავიწყოთ. კოკოსის გაფრთხნის ამბები. აჰა. Good? აიცა. Okay. So, უნდა ჩაარჭო, ჩაასო მაგრა და მე გვერდებზე უნდა გადახარო და გაიფრთხნება რა. აჰა. იქ. აჰა. შევძელით. ვა, ესეც ჩვენი კოკოსი, რომელსაც გავსინჯავთ ერთად. ო, აგე? ასილამაზე. Okay. Let's drink. Ფათშერს არასდროს არ მაქვს დაგემოვნებული ასე რა. მე მგონი კოკოსიც არ მაქვს ნაჭამი არასდროს. ახლა ფიქრობდი, ხო, არა, არ მაქვს არასდროს ნაჭამი. Can we try? Okay. აბა, გაგვიმარჯოს მეგობრებო. კარგად ვიყოთ, მაგრად ვიყოთ. Oh. რო გითხრათ რომ აი ძალიან მაგარია და ასეთ რაღაც არასდროს მაქვს დალეული, არა, მაგრამ საინტერესო გემო აქვს რა. გასასინჯი არის ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ყოველდღე არ დავლევდი რა თქმა უნდა. აბა, ეხლა ეს კოკოსი დავაგემოვნოთ. კაი სახრაშუნოა რა. გემრიელია. ახლა ვხერხავთ ჩვენ კოკოსს, რომელსაც შემდეგ დიდი ალბათობით კერძში გამოვიყენებთ რა. ეხლა რაღაც მარცვლეულს ვქავთ, რომელსაც ასევე გამოვიყენებთ მერე კერძში. აქ გვაქვს დაფრქვილი კოკოსი, გვაქვს მარილი, რომელსაც ამოურევენ. აი ესე დამრგვალდა ჩვენი ცომი. ბანანის ფოთოლზე დავდეთ ეს ჩვენი მასალა. ცომი. გავაფრთხილეთ და good. ესეც ჩვენი როთი. აბა ვცადოთ, ჩვენც გავაკეთოთ. ვარგი ვარ? It's good? Yes. ახი რა გავაფრთხილე. აბა, გადავიტანოთ. ხელი არ დავიწონ თავარია. ოპა. Chef. ველოდებით ახლა რა შეიწვას ჩვენი კოკოსის პურები, აი ესე. ძალიან გემრიელობა იქნება იმედია. ეს არის ჩიისა, რა ქვია, წიწაკა, რომელსაც დავაყრით ზემოდან ალბათ მარილს. და დავნაყავთ როგორც წესი, რავი, ამით სხვა რა უნდა ქნათ. დედა ჩემი იმედია არ მიყურებს. მაგრამ რომ მიყურებს. აჰა. აი ესე ჭკლიტავთ. ჩვენს კოკოს ხავს და წიწაკას. ამ მირებულ მასას ვაწურავთ შემდეგ. ლიმონს. ლაიმი და ლიმონი განსხვავდება?
აი ის უფრო მჟავეა. Can I try? აუ, ძალიან გემრიელია. ცხარე კია ცოტა, მაგრამ ცოტა არა კარგად, მაგრამ აუ, ძალიან გემრიელია. Very good. Very tasty. აუ, ძალიან can I ხო ძალიან კაია. ძალიან გემრიელია მართლა. მეგობრებო, ეხლა უნდა გამოვაცხოთ აი მსგავსი ტიპის რაღაც რა. რა ვიცი, შეიძლება ბლინივი დაერქვას, მაგრამ რა თქმა უნდა ბლინი არ არის. აი ესეთი მასა გვაქვს, ეს არის ქოქოსის რძე. ხო, coconut milk ქვია, ხო? ქოქოსის რძე, ფქვილია, ცოტა მარილი აქვს და ფქვილი აქვს რა, ბრინჯის. ოკეი, ამაში ჩავყოთ. It's good. და წამოვიღოთ, ჩავდოთ ზეთში. ცოტა ხანი დაველოდებით და მივიღებთ აი ესეთ იმას, მასას რა. აი ეს არის შრი-ლანკური ნამცხვარი, რომელიც მზადდება. What are the ingredients here? Rice powder, ეს honey, little bit salt. ეს არის შრი-ლანკური ნამცხვარი, რომელიც მზადდება ბრინჯის ფქვილისგან, თაფლისგან და მარილისგან. აი ესე. ეძახიან შრი-ლანკურ ნამცხვარს. What is the name? Keu. 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 Keu ქვია ამ ნამცხვარს მეგობრებო. აბა დავიბანოთ ახლა ხელები, სანამ ჭამას დავიწყებთ. დავისუფთავოთ. შეხედეთ მეგობრებო. რამდენი კოღოს ნაკბენი მაქვს? თელ ტანზე დაახლოებით, რავი, 150 კოღოს ნაკბენი მაინც მაქვს. დაგლეჯილი ვარ და რავი, მედი არ მოვკვდები. აბა გავსინჯოთ ერთი რა მოვამზადე. ამდენი რო ვამზადე. ნუ თქვენც ამზადეთ ცოტა, მაგრამ ეს ძალიან მომეწონა. ამას სახში წავიღო. ეს მაინტერესებს ყველაზე მეტად და აბა ვნახოთ ერთი. პურია რა. და ძალიან გემრიელი ცოტა შორის პირველად ჭამ ქოქოსის პურს. აუ ძალიან გემრიელია ხალხო. თან აქ პური ესე არ უყვართ რა, ანუ პურს არ ჭამენ. და მონატრებული მაქვს პური. აბა ესენს დავაგემოვნოთ ახლა. ეს თლიანი არ მინდა. არ მომეწონა. ზეთისგან მოაქვს და უბრალოდ ხრაშუნობს რა, არაფერი ისეთი. აბა ეს ნამცხვარი ვნახოთ. ოჰო. ეს უკვე ძალიან გემრიელია. ხო? აუ ეს ძალიან გემრიელია. ესე იგი ეს არის ბრინჯის ცომისგან, თაფლისგან და მარილისგან დამზადებული. სხვა არაფერი არ აქვს ამას ისეთ. ძალიან კაია. სცენარეული ჩაიც მოგვიტანეს, რომელსაც ახლა დავაგემოვნებ და უბრალოდ შრი-ლანკელებზე მინდოდა მეთქვა ორი სიტყვა რა. ძალიან თბილი ხალხია, ძალიან სტუმართმოყვარე, ძალიან თბილები, ძალიან მომღიმრები. აი რო დადიხარ ქუჩაში, გესალმებიან, ხელს გიქნევენ, გისიგნალებენ ტუკტუკებიდან თუ ასე შემდეგ, რო შეგხვდებიან, გამოგელაპარაკებიან ძალიან თბილად რა. როგორც წესი, ტურისტებს ხო ესაუბრებიან ხოლმე რომ რაღაცა უნდათ ან რაღაც უნდა შესთავაზონ და ასე შემდეგ, მაგრამ აქ ეგრე არ მოხდა, აქ ეგრე არ ხდება, ძალიან თბილად გელაპარაკებიან და რავი, მიხარია რომ ესეთი ქვეყანა აღმოაჩინე რა და თქვენც თუ ჩამოხვალთ, ამ ყველაფერს იგრძნობთ, როგორი თბილები არიან ზოგადად უცხოების მიმართ და როგორი მიმღებლობა აქვთ უცხოელების და ტურისტების მიმართ. ასე რომ მადლობა შრი-ლანკას აი ამ მართლა ძალიან თბილი ურთიერთობებისთვის. დავლიოთ ახლა სცენარეული ჩაი. Good. Tasty. Thank you. ძალიან გემრიელი. საბოლოოდ რო შევაჯამო ეს გამოცდილება ძალიან საინტერესოა, ყველას გირჩევთ აბსოლუტურად. $15 დაგვიჯდა ერთ ადამიანს, 20 გვითხრეს, მაგრამ ნუ ცოტა შევევაჭრეთ და $15 მოვედით აქ. შედის ეს ყובה, მასტერკლასი, ნავით გასეირნება, ტუკტუკი, მოკლედ ყველაფერი შედის აბსოლუტურად და რავი, სადეთ რა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა, თან აქაურ კულტურას უფრო კარგად გაეცნობით, კერძებს დააგემოვნებთ და საინტერესო გამოცდილებასაც შეიძენთ რა, ასე რომ რეკომენდირებულია ჩემგან 100%-ით. წავედით ახლა უკვე სხვა ადგილების გასათვალიერებელი. მადლობა დიდი. Thank you so much for your hospitality. Thank you. ამასობაში კენდიში გადმოვინაცვლეთ მეგობრებო, ძალიან დაღლილები ჩამოვედით, ჭუჭყიანები, იმიტომ რომ ადგილობრივი ავტობუსში ჩავჯექით და ჩასამატებელი სკამები რო არის ხოლმე იქ ვიჯექი და მოკლედ. ეს არის ჩვენი სასტუმრო, სადაც ერთ ღამეს გავათევთ.
ძრავი, შვენიერი მოწესრიგებული სუფთა სასტუმროა, კომფორტული. გვაქვს რაც თავარია ხედი, რომ გამოხვალ აივანზე. შვენიერი ხედი გვაქვს თვითონ ბუნებაზე და აუზეც, რა თქმა უნდა, რომ სადაც ახლა ცოტა ხანში ჩავხტები, იმიტომ რომ ძალიან მინდა. ხო, აქ ვიქნებით დღეს. ესეთი ხმა იყო ერთი 10 ჯერ და იმედია ომი არ დაიწყო. აუში ჩავალ, მე გავარც გარეთ, სასეირნოდ, ნახეთ ძლივს ლაპარაკობ, ისე დადლი ვარ. ცოტა შევჭამთ და ხვალიდან უკვე აქაურობასაც ცოტა დავათვალიერებ და მე გავავალთ ელასკენ და გავაგრძელეთ მოკლედ შრი-ლანკურ ამბებს. წავედით ახლა. ჩამოვედით ერთ-ერთ რესტორანში საჭმელად და ჩემი ფავორიტი კერძი მინდა რომ გაგიზიაროთ. ეს არის კოტუროთი. უგემრიელესი კერძია ბოსტნეულის. მე ამ შემთხვევაში კვერცხისაც ვჭამ, მაგრამ არის ქათმისაც, არის ზღვის პროდუქტებისაც და მოკლედ ვისაც როგორ გიყვართ რა, მაგრამ გემო არის ძალიან მაგარი, ძალიან გემრიელია და თუ ჩამოხვალ შრი-ლანკაში, ჩემგან რეკომენდაცია აუცილებლად. ძალიან კაია. დილამშვიდობისა მეგობრებო, დილას ახლა უკვე კენდიში ვიწყებ. წვიმიანი ამინდი გვაქვს, რავი, როგორც ყოველთვის, მე მგონი წვიმიანი ამინდები დაგვემთხვა სულ. შეხედეთ, ულამაზესი ბუდას ქანდაკება, რომელსაც ახლა მოვინახულებს, შიგნითაც შევალთ და აქ შესვლა დაგვიჯდა 300 რუპია, რაც არის დაახლოებით 3 ლარი. წავედი და დანარჩენი უკვე შიგნიდან დავათვალიეროთ. ბაჰირავოკანდას ქანდაკება არის შრი-ლანკის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ბუდისტური მონუმენტი, რომელიც კენდის ცენტრთან ახლოს მდებარე ბორცვზე მდებარეობს. მას ეძახიან როგორც შიშის დიდ ბორცვს და დაკავშირებულია ლეგენდებთან, რომელთა მიხედვითაც ეს ადგილი ოდესღაც ძლიერ სულებს ეკავათ. ქანდაკება წარმოადგენს გიგანტურ 26 მეტრის სიმაღლის თეთრ ბუდას, რომელიც მედიტაციურ პოზაშია გამოსახული. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ბუდას ქანდაკებაა შრი-ლანკაში და გამოირჩევა თავისი სიმშვიდისა და სიდიადის შთაბეჭდილებებით. იგი აშენდა 1972 წელს და მას შემდეგ გახდა კენდის ერთ-ერთი მთავარი რელიგიური და ტურისტული ღირსშესანიშნაობა. ქანდაკების ბაზაზე განთავსებულია ბუდისტური ტაძარი, სადაც მომლოცველები ლოცვასა და მედიტაციას ეწევიან. ბუდისტური ფესტივალების დროს აქ განსაკუთრებით სულიერი ატმოსფერო იქმნება, ხოლო სტუმრებს შეუძლიათ გაეცნონ ბუდისტურ კულტურასა და ტრადიციებს. ბაჰირავოკანდას ბუდას ქანდაკების მონახულების შემდეგ კენდიში კიდევ ერთი ნიშნულოვანი ადგილის მოსანახულებლად გავემართ. გადმოვინაცვლეთ მეგობრებო შემდეგ ტაძართან, ჩემს უკან ხედავთ ბუდას კბილის ტაძარს, რომელიც კენდიში ჩემი გადმოსახედიდან და ზოგადადაც ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია, თუ ყველაზე გამორჩეული არა. შევალთ შიგნით, დავათვალიერებთ, არ ვიცი რამდენად გადავიღებ იქ, იმიტომ რომ ზოგჯერ არის ხოლმე რომ რაღაც არ გაღებინებენ და უფლება არ გქონს რომ გადაიღო, მაგრამ ვეცდები რომ შიგნიდანაც დაგათვალიერებინოთ. ამის შემდეგ, ანუ კენდის შემდეგ მივდივართ ელაში პირდაპირ. და იქიდან დაგიბრუნდებით ან გზაშიც დაგათვალიერებინებთ რაღაცებს, ასე რომ ჯერ ეს ტაძარი ვნახოთ და მერე გავაგრძელოთ მოგზაურობა. მეგობრებო, თხოვნა არის რომ გამოიწეროთ არხი, დალაიქოთ ეს ვიდეო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს ჩემთვის. ბუდას კბილის ტაძარი განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩევა, რადგან აქ ინახება ბუდა შაქიამუნის კბილის წმინდა რელიქვია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბუდისტური რელიქვიაა. ბუდას კბილის ტაძარი აშენდა მე-16 საუკუნეში, როდესაც შრი-ლანკის სამეფოს დედაქალაქი კენდი იყო. ტაძარი წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს და ცნობილ რელიგიურ ადგილს შრი-ლანკაში. იგი ასახავს შრი-ლანკის ბუდისტური კულტურის მდიდარ ისტორიას და შრი-ლანკის ბუდისტური ცხოვრების ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. ბუდას კბილი სიმბოლოა ბუდისტური სულიერების, უნდობლობისა და ნდობის ძალის, რომელიც ვლინდება სწორედ ამ წმინდა რელიქვიაში. ლეგენდის მიხედვით, ბუდას კბილი ბუდას ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებდა და მისი მფლობელობა ითვლებოდა პოლიტიკური ძალაუფლების სიმბოლოდ. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა სამეფოები და მთავრები ცდილობდნენ რელიქვიის ხელში ჩაგდებას. ჩამოვედი ელაში, ძალიან საინტერესო გზა იყო და გირჩევთ რომ მანქანით წამოხვიდეთ, იმიტომ რომ რავი, გზაში ფარშევანგები ხვდებიან, ცხოველები ხვდებიან, მაიმუნები ხვდებიან, ძალიან ლამაზი პლანტაციებია და რავი, თუ წამოხვალთ კენდიდან ელაში, თქვენ სისიამოვნებთ რა. ეს არის ჩვენი სასტუმრო, რომელიც ერთვარსკვლავიანია, მაგრამ შეხედეთ, ძალიან სისუფთავია, ძალიან მოწესრიგებული და რავი, ძალიან მშვენიერია, მოკლედ რო ვთქვათ. აქ გვაქვს აბაზანაც, რომელიც შეხედეთ, ძალიან კარგ მდგომარეობაშია. სუფთაა, რაც თავარია და ყველაზე მნიშვნელოვანია. გვაქვს აივანიც, გავიდეთ, გაჩვენებთ აივანსაც.
აჰა. აივანიც გვაქვს ესეთ ტროპიკულ ხედზე. შვენიერია რა. ძალიან კაია. დაახლოებით როგორც მახსოვს 100 ლარი უნდა გადავიხადო 2 ღამეზე რა. რაც დამეთანხმებით ძალიან მაგარია, მით უმეტეს საუზმით. დილამშვიდობისა მეგობრებო, ამჯერად დღეს ელას მატარებლის სადგურიდან ვიწყებთ. ველოდებით ახლა მატარებელს და უნდა ვნახოთ შრი-ლანკის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი, რომელიც არის ხიდი. შრი-ლანკაში ქალაქ ელასთან ახლოს მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი 9 თაღის ხიდი. ეს ხიდი განთქმულია თავისი უნიკალური არქიტექტურითა და ბუნებრივ ლანდშაფტთან საოცარი შერწყმით. 9 არკის ხიდი აშენდა ბრიტანეთის კოლონიური ეპოქის დროს 1921 წელს. იგი მთლიანად ქვისა და ცემენტისგან არის აგებული, რადგან ლეგენდის მიხედვით, ხიდის მშენებლობისას გამოყენებული ფოლადი ბრიტანეთმა პირველი მსოფლიო ომის გამო სამხედრო მიზნებისთვის გადაამისამართა. ხიდი 24 მეტრის სიმაღლისა და 91 მეტრის სიგრძისაა. 9 არკის ხიდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია შრი-ლანკაში. ტურისტები და ფოტოგრაფები ხშირად სტუმრობენ ამ ადგილს, რათა დააფიქსირონ უნიკალური ხედი, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც მატარებელი გადის ლიანდაგებზე. ძალიან მაგარი ადგილია, მეგობრებო, მართლა შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. ფოტოები და ვიდეოები კი მქონდა ნანახი, მაგრამ აქ რო ხარ სულ სხვა ამბავია რა. პირადად მე მოვედი ელადან, თქვენც თუ ელადან გადაწყვით გადმოხვიდეთ ამ ხიდზე, დაგიჯდებათ დაახლოებით 1000 რუპია შრი-ლანკური, რაც არის, $3-4 დოლარი. წამოხვალთ ელადან, გაივლით ამ ხიდს და გაჩერდებით პირველივე სადგურზე და იქიდან მე უკვე უნდა წამოხვიდეთ ამ ხიდამდე ტუკ-ტუკით რა. ტუკ-ტუკი დაგიჯდებათ სადღაც 1500 რუპია, რაც არის $5 რა უხეშად. მე აქ შეგიძლიათ გადაიღოთ ფოტოები, არ ვიცი, კაფეში დასხდეთ, რა ვიცი, როგორც გინდათ, რამდენი ხანიც გინდათ, იმდენი ხანი შეგიძლიათ გაჩერდეთ და აქედან უკვე უნდა წახვიდეთ ისევ ტუკ-ტუკით ელათი, რაც დაждდება, 1500-2000 რუპია რა. $7 რო თქვა დაახლოებით. რავი, თუ ჩამოხვალთ შრი-ლანკაში ამ ადგილს ვერ გამოტოვებთ რა ფიზიკურად, იმიტომ რომ ყველაზე ტოპ სანახაობებს შორის ერთ-ერთია და მეც გირჩევთ რა თქმა უნდა. დილამშვიდობისა მეგობრებო, ამჯერად დღეს Yala National Park-ით ვიწყებთ, საფარის ტური გვექნება დღეს და ნახოთ, იმედია საინტერესო გამოცდილება იქნება. შუაღამისას გამოვედით. Sorry? Black-faced monkey. Yeah, we will see. აქედან ჩვენი ვაიმუნით. და შუაღამისას გამოვედით და ახლა ჩამოვედით Yala National Park-ში, აგერ ჩვენი მაიმუნებიც აგერ არიან. წავედით. Yala National Park-ი არის შრი-ლანკის ყველაზე ცნობილი და მეორე ყველაზე დიდი ეროვნული პარკი, რომელიც მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ლეოპარდების დასაკვირვებლად და განთქმულია თავისი მდიდარი, ბიომრავალფეროვნებითა და ულამაზესი ლანდშაფტებით. Yala 1900 წელს გამოცხადა ველური ბუნების ნაკრძალად და 1928 წელს ოფიციალურად გახდა ეროვნული პარკი. მისი საერთო ფართობი დაახლოებით 978 კვადრატული კილომეტრია და მოიცავს ტყეებს, ბალახიან ველებს, მდინარეებსა და სანაპირო ზოლს. პირველად ვარ ისეთ ადგილას, სადაც ცხოველების ნახვის შესაძლებლობა გვაქვს. რა ვიცი, იმედია სპილოებს ნახავთ, ლეოპარდს ნახავთ და ბევრ საინტერესო ცხოველს რა. ირმები და წეროები და ისინი კი ვნახეთ წენა. ნახოთ როგორ გაგვიმართლებს. ამასობაში სპილოც გამოჩნდა აგერ ჩემს უკან თავისთვის წყნარად დგას. აუ ძალიან მაგარი ტიპია. პირველად ნახე სპილო ასე ბუნებაში, ველურ ბუნებაში და მაგარი შეგრძნებაა რა, ასე ცხოველებს რო ნახულობ, ზოოპარკში რო ყავდა ადრე ნახე და ახლა უკვე თვალწინ რო ყავს, ძალიან მაგარი. ეროვნული პარკი უნიკალურია იმით, რომ აქ ცხოვრობს შრი-ლანკის ლეოპარდების ყველაზე დიდი პოპულაცია. პარკის ტერიტორიაზე შეგიძლიათ შეხვდეთ როგორც ლეოპარდებს, ასევე სპილოებს, ირმებს, ნიანგებსა და სხვა უამრავ ფრინველს. რამდენიმე საათია უკვე დავდივართ საფარიში. რამდენიმე სპილო ვნახეთ, ძალიან ბევრი ირემი ვნახეთ, ფარშევანგები ვნახეთ, სხვადასხვა რა ქვია ხარები, ხო? ხო, სხვადასხვა ხარები ვნახეთ, მაგრამ ვერ ვნახეთ თავარი, ლეოპარდი. დავდივართ ახლა ამ მიდამოებში, გუშინ დაახლოებით 7 საათისთვის ვნახეთ რა და ვეძებთ ჩვენც, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ ვერ ვიპოვეთ და იმედია ვნახავთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შევხვდებით ლეოპარდსაც და ნახოთ. იუყვებით ასეთ გზას, დაანგრეულს, მაგრამ ძალიან საინტერესო გამოცდილებაა საფარიში მოგზაურობა რა. ვით ჩამოხვალთ შრი-ლანკაში, აუცილებლად დაიგეთ ეს ტური. დაგიჯდებათ დაახლოებით $80, მაგრამ ღირს რა, ნამდვილად ღირს, იმიტომ რომ საუკეთესო გამოცდილებაა ყოველ შემთხვევაში ჩემთვის პირადად რა. გავაგზავნოთ, აბა იქნებ ვიპოვოთ ლეოპარდს.
ეროვნულ პარკში პოპულარული აქტივობაა საფარი ტურები, სადაც ტურისტებს შეუძლიათ ღია ჯიპებით დაათვალიერონ პარკის ველური სამყარო. ტურები დილასა და საღამოს ტარდება, რადგან ამ დროს ცხოველები ყველაზე აქტიურები არიან. დავბრუნდით საფარიდან, სამწუხაროდ ლეოპარდი ვერ ვნახეთ, მაგრამ მაინც საინტერესო გამოცდილება იყო. წავალთ ახლა ისევ რა მირისასკენ უნდა გადავიდეთ უკვე დღეს სანაპიროსკენ, ოკეანის სანაპიროსკენ და იქ გავჩერდები 2 დღე და შემდეგ უკვე გავფრთხილდები თბილისში. გათენდა მირისაში, წვიმიანი დღე გაგვითენდა, მაგრამ მაინც ძალიან კაი აქ რო ვართ. ვსეირნობთ, გვინდა რომ სანაპიროზე ჩავიდეთ, დილას კი გადავიღე რაღაცები, მაგრამ მინდა რომ კიდე დავათვალიერო რა, აქაურობა. აგერ სიმინდი უნდა შევჭამო ახლა. Thank you. რომელიც დაგიჯდებათ, მეგობრებო, 100 შრილანკური რუპია, რაც არის 1 ლარი. ასე რომ, როცა ჩამოხვალთ, შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ. შევჭამ ახლა სიმინდს და გავაგზავნოთ. აბა ვნახოთ როგორია. გემრიელია, მახლა. მეგობრებო, ახლა მოვედი ყველაზე ცნობილ ადგილას, სადაც როგორც წესი მეთევზეები თევზაობენ ხოლმე შრილანკურად. ხო და შევუერთდები ახლა მეც და გადავუღებ რაღაცეებს, ასე რომ წავიდეთ. შრი-ლანკაში ეს უძველესი თევზაობის მეთოდი საუკუნეების განმავლობაში გადაეცემოდა თაობიდან თაობას და შრი-ლანკის სანაპირო კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა. მეთევზეები პატარა ხის პლატფორმებზე ხდებიან, რომლებიც წყალშია ჩადგმული. ეს ტექნიკა განსაკუთრებით პოპულარულია შრი-ლანკის სამხრეთ სანაპიროებზე, როგორიცაა ველიგამა, უნავუტუნა და მირისა. მსგავსი ტიპის თევზაობა შრი-ლანკაში სავარაუდოდ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გაჩნდა, როცა მეთევზეებს მიწაზე საკმარისი ადგილი არ ჰქონდათ და წყალში თევზაობა დაიწყეს. ეს არა მხოლოდ თევზის მოპოვების, არამედ ტრადიციის, მოთმინებისა და სიჩუმის ხელოვნებაა. დღეს მსგავსი თევზაობა უფრო მეტად ტურისტული ატრაქციონი გახდა, რადგან ბევრმა მეთევზემ ტრადიციული მეთევზეობიდან ტურისტებთან ფოტოების გადაღებაზე გადაინაცვლა. შრი-ლანკაში მოგზაურობის საბოლოო დანიშნულების წერტილი სწორედ ეს ადგილი გახდათ. იმედი მაქვს სიამოვნეთ ვიდეოთი, არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა და აუცილებლად შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.